თავი მეცხრე. განა მე მოციქული არა ვარ, განა მე თავისუფალი არა ვარ, განა მე არ ვნახე ჩვენი უფალი იესო ქრისტე, განა თქვენ ჩემი ნაღვაწი არა ხართ უფალში. თუ სხვებისათვის არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, ვინაიდან ჩემი მოციქულობის ბეჭედი ხართ უფალში. აი რა პასუხს გავცემ ჩემს მკიცხველებს. განა არა გვაქვს ჭამას მისუფლება. განა არა გვაქვს უფლება მოვიყვანო მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ. თუ მარტო მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება არ ვიმუშაოთ. რომელ ჯარისკაცს უმსახურნია ოდესმე საკუთარ ხარჯზე, ვინ რგავს ვას და მისი ნაყოფისაგან არ აჭამს, ვინ წემსავს ნახირს და ნახირის რძეს პირს არ აკარებს. განა ადამიანურად არ ვლაპარაკობ ასე, განა რჯულიც ამასვე არ ამბობს, რადგან მოსეს რჯულში წერია, პირს ნუ აუკრავ მლეწავ ხარს, განა ხარებზე ზრუნავს ღმერთი. თუ ნამდვილად ჩვენთვის ამბობს, დიაღაც ჩვენთვის წერია, ხვნელმა უნდა ხნას იმედით, მლეწავმა კი წილის იმედით. თუ სულიერი დაგითესეთ, განა დიდი ამბავია, რომ თქვენგან ხორციელი მოვინკათ. თუ სხვებს ძალაუფლება აქვთ თქვენზე, განა ჩვენ უფრო მეტად არა, მაგრამ ჩვენ არ გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება, არამედ ყოველგვარ ტანჯვას ვიტანთ, რათა რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ქრისტეს სახარებას. ნუ თუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ, ხოლო სამსხვერპლოს მსახურნი მსხვერპლიდან იღებენ წილს. ასევე უფალმა დაუწესა სახარების მქადაგებლებს სახარებისაგან ცხოვრება. ხოლო მე არც ერთი მათგანი არ გამომიყენებია და ესეც იმიტომ კი არ დავწერე, რომ ასე ყოფილიყო ჩემთვის, ვინაიდან სიკვდილი მიჯობს, ვიდრე ვინმემ გააბათილოს ჩემი ქადები. რადგან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს სასიქადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობა და ვაიმე თუ არ ვახარებ. ვინაიდან თუნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუნებით არა, მონდობილი მაქვს განგებულება. მაშ რა არის ჩემი საზღაური? ის რომ როცა სახარებას ვქადაგებ, შემიძლია ვიქადაგო უსასყიდლოდ და არ ვიყენებ ჩემს უფლებას ხარებაში. ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა. იუდეველებისათვის გავხდი როგორც იუდეველი, რათა იუდეველები შემეძინა. რჯულის ქვეშ მყოფთათვის, როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ უმყოფელი, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა. ურჯულოთათვის როგორც ურჯულო, თუმცა არა ვარ ღვთის ურჯულო, მაგრამ ქრისტეს რჯულიერი, რათა ურჯულოები შემეძინა. უძლურთათვის გავხდი როგორც უძლური, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები მეხსნა როგორ. და ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე. განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს. მაშ ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ. ყველა ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი უხრწნადისა. ამიტომ მე გაორბი ვარ არა უმიზნოთ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვცემდე, არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.